ჩვენ კვლავ დაბრუნდით ეთერში, გადაცემით ომი და მშვიდობა. დღეს ჩვენი სტუმარი გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე გახლავთ და ჩვენ ვსჯელობთ იმ უწყებრივ დაპირისპირებაზე, თუ მოუწესრიგებლობაზე, რომელიც გაპირობებულია სხვათა შორის მოუწესრიგებლობის კანონმდებლობით და რომელიც მართავს, ასე ვთქვათ, უმაღლეს დონეზე ჩვენს უსაფრთხო ყოფნას. ბატონო თენგო, თქვენ აპირებდით გაგეცათ პასუხი ძალიან საინტერესო კითხვაზე, რატომ არსებობს დაპირისპირება ორგანოს, რომელიც სათათბიროა და პრეზიდენტს გააჩნია და იმ ორგანოს, რომელიც ასევე სათათბიროა, ხო, და რომელიც პრემიერს გააჩნია, შეიძლება ასე ითქვას. პრემიერი აღმასრულებელი. გთხოვთ გააგრძელოთ. აი ზუსტად აი მაგას და ანალიზი რომ გავაკეთე, ესე იგი უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს აყავს 11 მუდმივი წევრი. და აქედან რომ დავთვალე, ესე იგი მინიმუმ 8 წევრი არის ან მთავრობის წარმომადგენელი, ან მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. ამიტომ მე ვერავითარ, ასე ვთქვათ, წინაპირობას იმისას ვერ ვხედავ, რომ რაღაცა იქ დაიჩაგროს პრემიერის პოზიცია ან რაღაცა. უნდა პრემიერს ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს გუნდი აუწევს ამ გადაწყვეტილებას ხელს, არ უნდა არ აუწევს. ამიტომ აი რატო ხდება ეს, მე ჩემამდე არ მოდის ეს არის. უმეტეს რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათია. რასაკვირველია, რასაკვირველია. ვერც პრემიერი დაიჩაგრება, ვთქვათ, იქ მისვლით, თუ რა თქმა უნდა მისვლა არ ეტაკილება ფიზიკურად. ხო, აი ეს პიროვნული თუ არ არის ეს და ვერც პრეზიდენტზე ვერ მოხდება ზეწოლა, თუ მას რაღაცა სერიოზულად არ უნდა, ხო? ამიტომ აქ ინსტიტუციონალური დაპირისპირება არ არის, აქ უფრო არის რაღაც პიროვნული ხასიათის. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ აი 11-დან 5 მთავრობის წარმომადგენელია, ანუ მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. 3 არის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ადამიანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და 2 არის პრეზიდენტი და საბჭოს მდივანი და გენშტაბის უფროსი. ანუ 8 კაცი არის აბსოლუტურად ისეთი, რომელიც ყოველთვის ხელს აუწევს, ხომ? ამიტომ აქ მე ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. ეხლა ჩვენ რახან დრო ცოტა ასე ვთქვათ შეზღუდული გვაქვს, ამიტომ მე პირდაპირ გადავალ ასევე იმ საკითხზე, რასაც ქვია სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. ეხლა ამის ეს საბჭოც რასაკვირველია, ჩემის აზრით ამ საბჭოს ასეთი სახით შექმნა, თუ ამის აუცილებლობა იყო, ხომ? არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ წელს გავიარეთ კონსტიტუცია, გავიარეთ ორგანული კანონი უშიშროების საბჭოს შესახებ და ასე შემდეგ და ის სფერო, რასაც ეროვნული უსაფრთხოება ქვია, ხომ? ეს სფერო უფრო პრეზიდენტის სფერო არის, იმიტომ რომ იქ დაუშვათ საფრთხეების ანალიზი და ასე ის ფაქტიურად, რაც აი ამ მიმართულებით კრიზისების მართვის საბჭოს უდევს დებულებაში, იგივე არის გაკეთებული, ასე ვთქვათ, იმაში უშიშროების საბჭოს დებულებაშიც, ორგანულ კანონში. ანუ თანხვედრა მიდის, ანუ პარალელური სტრუქტურები აქვს. მე ვშიშობ, რომ წევრებიც იგივე უნდა იყონ. დაახლოებით იგივეა პრეზიდენტის გარდა. პრეზიდენტი არ არის იმ საბჭოს, კრიზისების მართვის საბჭოს, ასე ვთქვათ, წევრი. ამიტომ აი აქ მე როდესაც გავეცანი აი ამ დებულებას, ჩვენ საუბრობდით კიდევაც, რაღაცა კურიოზულობით მომეჩვენა იმის სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს დებულებაში არის ასეთი მუხლი 2, საბჭოს უფლებამოსილება. და უფლებამოსილება იწყება ასეთი სიტყვებით: საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით და 2 წერტილი. მე მაგალითად არ შემხვედრია ეს რამდენი დებულება მინახავს, რამდენი დამიწერია თვითონაც, ხომ? და ესეთი რომ მხოლოდ დავალებებზე იყოს აგებული უფლებამოსილებები და მას რაღაც ნორმატიული აქტები, კანონები და ასე შემდეგ არ არეგულირებდეს, ეს არის ახლა რა ვიცი, ცოტა ისეთი
უხერხული პოზიციაა, მე ვფიქრობ, თვითონ საბჭოს არ დამძრახავენ რუსულ სიტყვას ვიტყვით, პირისტრახავალს აქტოთ. ხო, ანუ ეს ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს არაკორექტურიც არის ახლა, რომ აბსოლუტურად არაკორექტულია და გაუგებარი. ანუ აქ გამოდის, რომ თუ დავალება არ მიცა პრემიერ-მინისტრმა, ესე იგი ისინი არაფერს არ აკეთებენ, ხო? არა და მე იქ უწერიათ რისკების შეფასება, ანალიზი, მონიტორინგი და ასე შემდეგ და ამას საერთოდ არ ჭირდება პრემიერ-მინისტრის დავალება, ეს ფუნქციურად უნდა იყოს მათთვის გაწერილი და ასრულებდნენ თავის მოვალეობას. შემდეგ არ მიმიქცევია ყურადღება. ჯوار მოგატყუა. შემდეგ იგივე, აი ამავე მუხლის, მეორე მუხლის ზე პუნქტი არის ასეთი. აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში და ასე შემდეგ და სფეროს. აქაც აი კი ბატონო აკონტროლებს თავდაცვის სფეროს, მაგრამ რაში გამოიხატება ეს კონტროლი? ჩვენ წეგან ვისაუბრეთ ამ თემაზე, ჩემთვის ესეც აბსოლუტურად გაუგებარია. შემდეგ აი მესამე მუხლში გაწერილია საბჭოს შემადგენლობა. და ნუ იქ არის მუდმივი წევრები ჩამოყალიბებული ხო და შემდეგ მესამე პუნქტი ამ მესამე მუხლისა წერს რომ გარდა მუდმივი წევრებისა საჭიროების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება სხდომაზე ხმის უფლებით იყვნენ მოწვეულები. ეხლა მე იურისტი არა ვარ და რა ვიცი ვისაც შევეკითხე ზუსტად ვერავინ ვერ მიპასუხა რომ როგორ შეიძლება ხმის უფლებით იყოს მოწვეული ადამიანი საბჭოს სხდომაზე. ანუ დღეს დაუშვათ ეს ხმის უფლება აქვს ჯანდაცვის მინისტრს. ანუ იწევს და გადაწყვეტილების უფლებასაც აძლევს. კი, აი ესე გამოდის. მე მგონი ნონსენსია. არ ვიცი, არც მე არა ვარ იურისტი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს საკითხი მე უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ გუშინ ნახე ეს და მომხვდა თვალში და რატომღაც არ ვიცი. მეც მეხამუშა ძალიან. რომ ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ამის უფლება კონდეს მოწვეულს. ყოველ შემთხვევაში სადაც მე არ მიმიღია მონაწილეობა, მოწვეული არის მოწვეული, მას შეუძლია კამათში მიიღოს მონაწილეობა, თავისი პოზიცია გამოთქვას და ასე შემდეგ. სწორედ საექსპერტო პოზიცია გამოთქვას, მაგრამ გადაწყვეტილების არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს, ასე ვთქვათ, ცოტა ასე უყურებ. ხო, შემდეგ ესე იგი აი ახლა რომ გავავლოთ დაუშვათ პარალელები ხომ აი ამ ორ დოკუმენტს შორის და ასე ვთქვათ ვნახოთ რაღაც ელემენტები რაზეც შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ ვისაუბროთ. ეს გახლავთ აი მე წეგან ხაზგასმით აღნიშნე ხომ უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებაში არის მითითებული უბრალოდ უბრალოდ კანონში ორგანულ კანონში უშიშროების საბჭოს შესახებ არის მუხლი პირველი და L ქვეპუნქტი. ნუ პრინციპში ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შედარებისთვის გავაკეთოთ. L პუნქტში წერია სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხი. და იგივე განმოვდივართ ახლა დებულებაში უშიშროების კრიზისების სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოში და აქ არის ესე იგი მუხლი 2 პუნქტი პირველი და ზე ქვეპუნქტი, ანუ ჩვენს წავიკითხეთ. აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროს. ანუ აქ აბსოლუტურად ორივე თანხმედრა არის. ძალებს რეალურად ორი თავი აქვს. ხო, ასე გამოდის. და სამწუხაროდ. რიჩაგი ამისა, რიჩაგი არც ეს არ გააჩნია. ანუ ეს თავი ორივე ჰაერში კიდია. კი, ასე გამოდის, იმიტომ რომ მათ არავით არის, ასე ვთქვათ, არც ინსტიტუტი, არც რაღაც მექანიზმია, ხო? კისერაც მეაბამთ. მექანიზმი ამისი არ გააჩნიათ. შემდეგ მეორე პოზიცია ასეთია, აი ორგანული კანონი პუნქტი ზე, ხომ? საქართველოს შეერაღებული ძალების, ანუ უშიშროების საბჭო, გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრობის
თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი და განთავისუფლების. იგივე მუხს ჩვენ ვკითხულობთ ორგანულ კანონში მუხლი 2 ხო ხო აქ იმის ფამიდოდა ბოდიში რომ აქ არის ესე იგი ლაპარაკი მხოლოდ დანიშვნაზე ესე ვთქვათ გენერალური შტაბის უფროსი და თანამდებობიდან განთავისუფლებაზე. თორე შემდეგ მოდის აპარატის დებულება, სადაც იქ წერია რომ ის ამზადებს რეკომენდაციებს პრეზიდენტისათვის, ანუ უშიშროების საბჭოზე, როგორც თანამდებობაზე დანიშვნის და განთავისუფლების, ასევე წოდების მინიჭების შესახებ. ანუ ფუნქციებში ეროვნული შეშროების საბჭოსი მხოლოდ დანიშვნა და განთავისუფლებაა გენერალური შტაბის უფროსის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აქ დებულების მიხედვით ემატება კიდევ წოდების. ანუ მე ვფიქრობ, რომ აქაც შეუსაბამობა არის, იმიტომ რომ მაშინ აქ წოდებაც უნდა იყოს და თანამდებობაც. ალბათ ეს სწორიც იქნებოდა, იმიტომ რომ გენერლის წოდებას, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ანიშნებს უმაღლესი მთავარსარდალი. ეხლა ისევ რომ დაუბრუნდეთ ამ კრიზისების ეროვნული სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს, ჩვენ დავინახავთ, რომ ის რითაც მე დავიწყე საუბარი, რომ ამას რომ ჩამოშორებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები და ის დარჩენილიყო პრეზიდენტთან და მხოლოდ კრიზისების მართვის საბჭოს თავისი, ანუ მშვიდობიანი პერიოდის კრიზისების დარეგულირების სფერო დავალებოდა მას, ეს იქნებოდა ალბათ სწორი გადაწყვეტილება და ეს არც გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, დაპირისპირების ასეთ დონეს დაუშვათ. თუ შეუსაბამობის, კიდაც გაუგებრობის, რაც კიდათ დაარქვით ამას. მაგრამ კანონები ესენი დაიწერა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, რომელიც ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის. გასაგებია, პრემიერ-მინისტრი სააკაშვილი იქნებოდა პირველი ფიგურა დაახლოებით როგორც ეს იყო რუსეთში, ვთქვათ, პუტინი იყო პრემიერ-მინისტრი და მედვედევი იყო ფორმალური ფიგურა პრეზიდენტად, ხო? რა შეჭირდება ეს ღარიბაშვილს, ეს ცოტა გაუგებარია ჩემთვის. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, ვთქვათ, საომარი ვითარება და კრიზისი ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ერთ და იგივე მოვლენებს იწვევდეს მოსახლეობისთვის, მაგრამ რეალურად არ არის ერთ და იგივე. და რა შეჭირდება პრემიერს, ვთქვათ, აი ეს ომის ტვირთის და ომზე პასუხისმგებლობის თავზე აღება, როცა არანაირი მექანიზმი მის ხელში არ არის, რომ მოვლენებზე იქონიოს გავლენა. აი უბრალოდ რა არის ესა? ხო, ეხლა ეს ისევ ალბათ იმ ტენდენციის გაგრძელება, ვინაიდან არის ბუნდოვნება პრეზიდენტის და უმაღლესი მთავარსარდლის, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებაში და მის ფუნქციებში, აი ამ მღრიე წყლით, ასე ვთქვათ, როგორც სააკაშვილი აპირებდა, ასე ვთქვათ, ამით სარგებლობას, ალბათ ეს ტენდენცია გაგრძელდა, იმიტომ რომ ის ამბობს, მე ვარ პირველი პირი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და შესაბამისად მას უნდა რომ ყველა ეს რიჩაგი კონდეს როგორც ომიანობის პერიოდში, ასევე მშვიდობიანის პერიოდში და ამ შემთხვევაში ომიანობის პერიოდში ის ჯდება როგორც ერთ-ერთი აღმასრულებელი უჯრა თელ აი ამ სტრუქტურაში, ხო? უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალური შტაბის, ფაქტურად გამოვა რომ ის გადაწყვეტილებები მან უნდა უზრუნველყოს მათი შესრულება, ასე გამოდის და ხო და ეს არის გაუგებარი, შეიძლება არ იცის და არავინ არ აუხსნა მას, რას ნიშნავს ომიანობის დროს ეს ტვირთი. თუ დარწმუნებული ვარ, ახლა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ჩანს, აბსოლუტურად არ ჭირდება მას ეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ გენშტაბის ესა, როდესაც ერთი ეუნება მარცხნივწადი, დაუშვათ ვამბობ, მეორე ეუნება მარჯვნივწადი, თავდაცვის მინისტრი კიდე ეუნება ადგილზე იყავი და აი ასეთი სიტუაცია უმართავი შეიქმნება, როგორც პრინციპში იყო 2008 წელს, ხომ 2000 ვთქვათ. მაგრამ ერთი კიდევ ნიუანსი არის, ეხლა დაუშვათ ჩამოშორებოდა ეს სახელმწიფო უსაფრთხოების თემა, ხომ? და დარჩენოდა კრიზისების მართვის საბჭო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, გარდა აი ამ საბჭოსი არის კიდევ ორი ორგანო. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლავთ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო CP-ის დონეზე და
თავდაცვის სამინისტროში ეროვნულ გვარდიაში არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ეხლა ესე იგი მე შენ გამოსავალი იპოვეს რომ დაუშვათ აი პოლიტიკურ დონეზე მართვის რიჩაგები აქვს ამ საბჭოს, იქ ოპერატიულ დონეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე შემდეგ. მაგრამ არავინ არ აქცევს იმას ყურადღებას, რომ ერთი და იგივე დატვირთვით 2 თუ 3 მართვის ორგანო არსებობს. ეს ხომ დამატებითი შტაბებია, ეს დამატებითი მანქანებია, დამატებითი ხელფასებია, ხარჯებია და ასე შემდეგ. შეიძლება ამ დამატებითი შტატების გამო გაკეთდა. ხო გამოჩნდა პიროვნებები, რომლებიც სადღაც უნდა წაეყვანათ გარკვეულწილად. იქნება ეს არის და აი ამ დროს ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები, მაგრამ ეს არის ზუსტად ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ადამიანი უნდა წაგეყვანა სადღაც და ქმნიდი შტატს მაგისთვის. იქნებ აი ეს უფრო მარტივია ამის ახსნა. ბატონ თემგოთ. ყოველ შემთხვევაში თავის დროზე ეს პრობლემა იდგა ბატონ დავით, იმიტომ რომ როდესაც მართვის ორგანო, კრიზისების მართვის ორგანო იყო ერთ უწყებაში შიგნით, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხო? იგი რასაკვირველი და ვერ ასრულებდა იმ ფუნქციას, რასაც ქვია სხვა სამინისტროების მართვა. ნუ გაუჭირდებოდა, ხო? სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტი იყო. ამიტომ ყოველთვის იდგა ეს საკითხი, რომ რასაკვირველია გამოსულიყო ეს პრემიერ-მინისტრის დონეზე და უშუალოდ მართვის ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოსულიყო პრემიერთან, ხოლო ის ძალები და საშუალებები, რომლებსაც ავალიათ დაუშვათ იქ საბაშველოს ავარიო და სხვა სამუშაოები დარჩენილიყო ისევე როგორც ეროვნულ გვარდიაში, ხომ? მას მართვის ორგანო არ ჭირდებოდა, მართვის ორგანო იქნებოდა ერთი ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრთან არსებული, მას სააგენტო დაერქვებოდა, საბჭო დაერქვებოდა, რაც დაერქვებოდა, არა აქვს მნიშვნელობა. ხოლო ძალები ეყოლებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როცა ეს ძალები არ იქნებოდა საკმარისი, გამოდიოდა ეროვნული გვარდია და მთლიანობაში შეიარაღებული ძალები დასახმარებლად, თუ ესეც არ იყო საკმარისი, შემდეგ საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარული დახმარება. ანუ ეს მექანიზმი არის დასახვეწი და არ გვექნება ჩვენ 3-4 პარალელური სტრუქტურები ერთ პატარა ქვეყანაში. აი მე ასე ვფიქრობდა და შენ ახლა უკვე ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ ასე ვთქვათ, განახორციელებს ამ რეფორმას. სხვადასხვა გუშინ აღნიშნეს გუშინ წინ პროფესორად 21 რიცხვში ეროვნული გვარდიის დღე ოფიციალურად და იქ სიტყვით გენშტაბის უფროსიც გამოვიდა და ქალბატონი მინისტრიც გამოვიდა და ამ სამაშველო იმაზე ფუნქციებზე ჰქონდათ ასე აქცენტი, რომ მიმდინარეობს ახალი კონცეფციის შექმნა, ასე ვთქვათ და ერთ-ერთი мотиваცია, რომელიც მინისტრმა გააჟღერა, იყო ის, რომ მე მომეჩვენა ასე, ეს იყო გარკვეულწილად პასუხი იმ საყვედურზე, რომელიც მათ მიიღეს აი ივლისის ამბებთან დაკავშირებით, თუ 13 ივნისი. ხო, ივნისის ამბებთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ გარკვეულწილად მე ყოველთვის როცა ასეთ რამეს მოვკრავ ყურს, მიჩნდება ასეთი კითხვა დოკუმენტების დონეზე მაინც ვთქვათ ეს ყველაფერი იყო და ბევრად ადრე იყო ვიდრე ვარდების რევოლუცია მოხდებოდა. შესაძლოა იქ სხვა რამე არ იყო, უზრუნველყოფა არ იყო ვთქვათ, დახვეწილი არ იყო ვთქვათ, მაგრამ წვრთნები ტარდებოდა გახსოვთ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სამაშველო იმის და თავდაცვის სამინისტროს გვარდიის სერიოზული წვრთნები ტარდებოდა ერთობლივი. სწორედ ესეთ ვითარებებზე და ის მასალა დავიჯერო სულ გამკრალია, ახალს ვიგონებთ დღეს რამეს თუ აი რატომ მოხდა ეს, აქამდე რატომ მივედით? იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი, მე პირადად ვიცი რომ ქაღალდზე რაღაცები სერიოზულად კარგად იყო დაწერილი. სულ რაღაც 2 წუთი დაგვრჩა ბატონო თენგო. მე ვფიქრობ რომ ეს ისე და ისე მიბმულია აი ამ პარალელიზმთან, ანუ რომ იყოს ერთი მართვის ორგანო, რომ დაუშვათ პრემიერ-მინისტრთან და კაფიოთ იყოს განსაზღვრული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია ამ შემთხვევაში, მისი სამაშველო ძალების და ასე შემდეგ, მისი რეგიონული ქვედანაყოფების კაფიოთ იყოს განსაზღვრული როდის,
რა ძალებით, ნუ ჩვენ ვიცით იქ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ერთვება ეროვნული გვარდია, მაგრამ კრიზისის სიტუაციაში ეს არ უნდა იყოს აუცილებელი, ეს უნდა გახოს, ეს ავტომატურად უნდა ხორციელდებოდეს. ანუ ეროვნული გეგმა უნდა არსებობდეს, რომელიც დამტკიცებული. შემდეგ, რასაკვირველია, ეს ორი ორგანო, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სააგენტო და ეროვნული გვარდია უნდა თანამშრომლობდეს არა მარტო დაუშვათ ტრენინგ ვარჯიშების დონეზე, არამედ ერთობლივი გეგმები უნდა ასე ვთქვათ იქმნებოდეს, მას უნდა ამტკიცებდეს ერთი მინისტრი, მეორე მინისტრი და იქ მკაფიოდ უკვე დაალაგდება, რომ ვინ სად რა მონაკვეთზე რას აკეთებს. და აქ არავითარი პრობლემა არ იქნება და ეს ორი სტრუქტურა დაიწყებს განვითარებას იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც მათ ექნებათ დაკისრებული, ხომ? რა თქმა უნდა. რა ვიცი, მე ბატონო თეგო, თქვენის ნებართით დავამშვიდობოთ მაყურებელს. მართალია მაიმუნის წელიწადი მოდის, მაგრამ ბედნიერი და იმედიანი ყოფილიყოს. თან საარჩევნო წელია, ბატონო. ხო, საარჩევნო წელი ცოტა დისონანსებს შეიტანს რაღაც ურთიერთობებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ თქვენ ბედნიერებას გისურვებთ. მადლობთ, რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებებს გისურვებთ და დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.